სამტრედიის მუნიციპალიტეტში საკონსულტაციო საბჭოს ხდომა გაიმართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე-გუბერნატორები გიორგი ჭიღვარია და იოსებ ხახალეიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, მუნიციპალიტეტების გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ. ხარეებმა იმერეთის რეგიონული სამსახურის უფროსისაგან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოფისების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. საბჭოს ხდომაზე გავიარეთ ბევრი თემები, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ინფრასტრუქტურული მიმართულებით, სამედიცინო მიმართულებით და მომავალი პროექტების მიმდინარეობის მიხედვით. ვიდის მონიტორინგი, როგორ მიმდინარეობს ეს პროექტების განხორციელება და ახალ დავალება მივიცეთ, რომ მომავალი წლის პროექტებიც უნდა მომზადდეს უკვე ივნისისიდან ნოემბრის თვემდე ესე. ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, პრივატიზებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჩელეს. საკონსულტაციო საბჭოს ხდომის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგიისა და პერსპექტივების განხილვა. იყო მრავალი საკითხი, რომლებიც მხარდაჭერას საჭიროებდა საბჭოსი, ეს ძირითადად იყო ინფრასტრუქტურული პროექტებთან დაკავშირებით და ხმათა უმრავლესობით საბჭომ დაამტკიცა. მრავალი საკითხი იყო და მრავალი საკითხებში განსაკუთრებით ინფრასტრუქტურული პროექტები იყო გამოკვეთილი. ხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმაში შესატან ცვლილებებზეც იმსჩელეს. იმერეთის გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭო 3 თვეში ერთხელ იკრიბება და 2 ძირითადი მიმართულებით მუშაობს: სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებსა და რეგიონის განვითარების სტრატეგიაზე.